ელემენტების თვალსაზრისით 2008 წლის ომის საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი იყო, რომელმაც ყურადღება მიიქცია, იმიტომ რომ ამას აქ უნდა გვახსოვდეს, ხო, საერთაშორისო მექანიზმები მუშაობს ამ დროს ჩვენს კონფლიქტის რეგიონში EUTOS-ის არის ადამიანკურნებელ სამშვიდობოები არიან, ასევე ეგრეთ წოდებული რუსეთისგან მას ჭირდება, რომ მიუხედავად კოსოვოს საკითხისა, რომელსაც ესეც უნდა ვახსენოთ, ხო? ან შეგიძლია ხო, ანუ ბარამხა სიტყვა მოიტანა რა, რომ კოსოვოს პრეცედენტი მათი აღქმაში იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ანუ ეს რა ქვია სერბეთიდან იუგოსლავიის, ყოფილი იუგოსლავიიდან მისი გამოყოფა და იქვე იყო დაპირება გაკეთებული პუტინისგან ძალიან მალევე, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სარკისებური აი ამ სიტყვის რა ქვია მოვლენები და 2008 სწორედ მოვლენები სწორედ აი ამ ჭრილში არის დასანახი, ესეც ითვლება კიდეც, როდესაც ასე ვთქვათ, რუსულ ასე ვთქვათ, სტრატეგიულ აზროვნებაშიც კი ესე იხმარება იმის მერე, როდესაც რუსულ ტექსტებს კითხულობ ან რუსულ ნაშრომებს ამ თემატიკაზე, ამას ყოველთვის არის საუბარი, რომ აი კოსოვოში რო ისქნეს, რატო ჩვენ არ ქონდა 2008-ში ანალოგიური და ამას საინფორმაციო უზრუნველყოფა ჭირდებოდა, როგორც პასპორტიზაციის თვალსაზრისით, ისევე დინამიკას რო გადახედო მოვლენების 2008 წლის ივლისიდან ძალიან აქტიურდება შემზადება საინფორმაციო ველის მუდმივ საუბრებია როგორ ვარღვევთ იქ უფლებებს, ჯარების გადაადგილება, მოსახლეობაზე ძალადობა, აი ბევრი სხვადასხვა კომპონენტია. უბრალოდ 2014-სა და 2008 შორის არის დიდი ნახტომი სოციალური ქსელების განვითარების თვალსაზრისით. ტექნოლოგიურად შეიცვალა სურათ. 5-6-ში არის შექმნილი 4-ის ბოლოსად 5-ში არის შექმნილი, მაგრამ ეს არ არის სოციალური, ეს არის ამ მომენტისთვის არის ოდნოკლასნიკების ერა, მათ შორის საქართველოშიც, არის ჯერ კიდევ ფორუმების ერა და მესენჯერების ერა. მე პირადად გახსენებაზე პირველი Facebook-ი ჩემი თავი რაც ქონდა სამწუხაროდ მე გამიტეხეს 2008 წლის 8 აგვისტოს მაგ შექმნილი. ზუსტად ომის დღეებში მე ჩემ თავს უხსნიდა ეთყობა, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციისთვის დამჭირდა, ზუსტად ომის დღეებში დავრეგისტრირდი რა. ანუ რაზე ვიცი ხა მას მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტები ზოგადად საინფორმაციო უზრუნველყოფის რაც 2014 წელს თან ახლდა ის უკვე ახალი ეპოქის ტექნოლოგიური ეპოქის გამოძახილიც იყო რუსეთისთვის. მათ შორის საინფორმაციო სივრცეში მოქმედების, კიბერ სივრცეში მოქმედების თვალსაზრისით, იქ გადაადგილებების კონტროლის, ანუ რა ქვია, უბრალოდ აი ლოკაციების, გეოლოკაციების დადგენის თვალსაზრისით, აი ბევრი ამ კომპონენტში ამ 5 წელმა ძალიან დრამატული ცვლილება მოიტანა, მაგრამ ჩვენთან იყო კიბერ კომპონენტი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო და სამთავრობო ინფრასტრუქტურებზე განხორციელდა კიბერ დარტყმები, მათ შორის წინა დღეებშიც და ომის მიმდინარეობის დღეებშიც, ეს თავისთავად შესწავლის საგანი გახდა.